გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, რა თქმა უნდა, დღეს პარასკევია, 4 საათი და ისევ ხვდებით ერთმანეთს. ჩემ გადაცემაში 50+ რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98 და 5 და ასევე შეგიძლია მოგვისმინოთ კახეთში 102 და 3 სიხშირე. ასევე თვალყური უნდა გვადევნოთ აუცილებლად ჩვენ Facebook და YouTube გვერდებზე. დღევანდელი დღის თემა ავირჩიე ძალიან ისეთი აქტუალური თემა, როგორიც არის პირის ღრუს მოვლა და ჯანმრთელი კბილები, რაც ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით ცოტა უკვე 50+ ქალბატონებს. და სტუმრად მოვიწვიე ისეთი არაჩვეულებრივი სტომატოლოგი, ჯერ ცოტა უნდა მოვყვე ამის შესახებ. როდესაც მივედი პროცედურაზე მის კლინიკაში, ჯერ კლინიკა აქვს საოცარი, გეგონება სახლში გეპატიჟება, გვხვდება უგემრიელესი ყავით და რაც მთავარია, პირველად ვნახე სტომატოლოგთან ვიზიტისას, ჰქონდა ჩართული სარელაქსაციო მუსიკა და ჩიტების ჭიკჭიკი. ეს ისეთი სასიამოვნოა, რომ რა ვიცი, ვერ აგიღწერთ. და კიდევ ედო, ჩემი საყვარელი ულამაზესი თოჯინა კბილის ფერია. ხო და ჯერ ან თვითონ პროცედურას როგორ გიკეთებს, ყველაფერს გიხსნის, როგორი მშვიდი, გაწონასწორებული და დღეს ჩემთან სტუმრად არის, სწორედაც, ჩემი უსაყვარლესი კბილის ფერია, სტომატოლოგ, ორთოდონტი, რუსუდან პაპუაშვილი, თავისივე სახელობის კლინიკის დამფუძნებელი, გამარჯობა რუსა. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ დღეს გაამშვენიერე ჩემი გადაცემა. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. თავად განსაკუთრებულად და არაჩვეულებრივо. რუსა, მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა გკითხო, რაც ყველას ძალიან გვაინტერესებს, რაში გამოიხატება ორთოდონტიული მკურნალობა. და როგორ უნდა მივიყვანოთ ეს ჩვენი კბილები, ბოლომდე ჯანმრთელად და ჯანსაღად. რაც შეეხება ორთოდონტიულ მკურნალობას, ძირითადად პაციენტები გვაკითხავენ ვიზუალური ესთეტიური პრობლემით, მაგრამ ეს მხოლოდ არ არის ესთეტიური პრობლემა, აქ არის ფუნქციური პრობლემაც ჩართული. რისი თქმა მინდა, ტრავმა მიმდინარეობს ესეთ დროს, ზიანდება როგორც კბილები, ასევე ერთვება კუნთები, ასევე ერთვება სახსარი, ეს კუნთები გადადის ერთვება ხერხემალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ხდება ამ პრობლემების მოგვარება ორთოდონტიული მკურნალობის საშუალებით. ესეთი გლობალური მკურნალობა. რაც თავარია, მე როცა ჩემთა პროცედურაზე ვიყავი, ძალიან ბევრი შეკითხვები დაგისვი და ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რომ ასაკთან ერთად მიდის კბილების პათოლოგიური ცვეთა და ეს სახის ქვედა მესამედი რაღაცნაირად პატარავდება და იწვევს ნაადრევ სიბერეს და ამიტომ ეგ მაინც ხა ეგ უნდა აგვიხსნა, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ამ კბილების გამო მაინც ნუ დავბერდებით ნაადრევად. ეს აბსოლუტურად მართალია. წლების მატებასთან ერთად მიმდინარეობს ჩვენ ორგანიზმში უამრავი ცვლილებები. ჩვენ დროული ვიზიტებით სტომატოლოგთან შეგვიძლია ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. თანკბილვას მინდა შევეხოთ, ანუ ზოგს გამოკვეთილად აქვს ეს თანკბილვა, ზოგს არ აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მე მგონი აქვთ ხოლმე და ვერც გრძნობენ ამ თანკბილვას და მაგას როგორ უნდა მივხვდეთ, რომ თანკბილვა გვაქვს და მივაკითხოთ სპეციალისტს. დიახ, უმეტეს შემთხვევაში, რადგან ნენელა ხდება თანკბილვის პრობლემებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემები, გართულებები, პაციენტები უმეტეს შემთხვევაში ვერ გრძნობენ დისკომფორტს. ეს გამოხატულია ცვეთა, ბზარები, ღრძილის დაწევა, რაც იწვევს კბილის ნაადრევ დაკარგვას. ამას მოყვება სახსრის პრობლემები, რაც არის სახსრის ტკაცუნი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს უკვე არის ორთოდონტიული კუთხის პრობლემები, რასაც აუცილებლად მოგვარება ჭირდება. დროზე მიხედვა. მე ჩავიტარე რუსჩენთან კბილების წმენდის პროცედურა და ну, რა ვიცი, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და ძალიან, რა ვიცი, საოცარი ხელი გაქვს და ეგეც მაინტერესებს, რამდე ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ ეს კბილების წმენდა. კბილების პროფესიონალური წმენდა რეკომენდირებულია სტომატოლოგთა მიერ 6 თვეში ერთხელ.
ორთოდონტიული მკურნალობის დროს რეკომენდირებულია 60 თვეში ერთხელ, როცა კონსტრუქციები აქვთ იქ ორთოდონტიული. ძალიან მაინტერესებს კიდევ უნდა გკითხო თუ ჯერ საერთოდ როგორ გახდი სტომატოლოგი და რატომ წახვედი აი ამ მიმართულებით. სტომატოლოგი რატო გავხდი? ეს არის ძალიან ისეთი ჩემი საყვარელი ისტორია. პატარა რო ვიყავი, მიმიყვანეს ექიმთან კბილის ტკივილის გამო. და მაშინ ძალიან ცოტა კაცრად მომექცნენ და ძალიან ბევრი ვიტირე. და ვთქვი რომ აუცილებლად უნდა გავხდე ესეთი და ყველა ვინც მოვა ჩემთან, ყველას უნდა მოვეფერო თქო. და შესაბამისად ვინც მოდის ჩემთან, მინდა რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. და მართალია შენთან მართლაც საოცარი კომფორტია. ხა მინდა გკითხო ბრეკეტებზე, ანუ ამ თაკბილვის გასწორება რითიც ხდება, მაინც უფრო ესე მიღებული იყო, რომ უფრო ბავშვებს უკეთებდნენ მოზარდებს ამ ბრეკეტებს, მაგრამ დღესდღეობით გვხდება, რომ უკვე ესეც დასულ ქალბატონებსაც ბევრს უკეთია ეს ბრეკეტი. ანუ ეხლა მაინტერესებს ეს ბრეკეტი რა ასაკამდე შეიძლება რომ გავიკეთოთ და იმოქმედოს, გაგვისწოროს თანგბილვა. ორთოდონტიული მკურნალობა ეს არის ყველა ასაკში, როცა პრობლემაა. ბრეკეტებით შესაბამისად, რაც სხვადასხვა ორთოდონტიულ სამკურნალო აპარატებთან ერთად, ბრეკეტებიც რეკომენდირებულია, რა თქმა უნდა. ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია სანამ ასაკ პირის ღრუში გვაქვს კბილები. ეს შეიძლება იყოს 65, 70 წელიც. გავიკეთოთ ბრეკეტი. თუ პრობლემატურობაა და დასარეგულირებელია თანგბილვა, აბსოლუტურად შესაძლებელია თუ ამის საშუალებას გვაძლევს პირის ღრუ, რომ ორთოდონტიული მკურნალობა ჩავატაროთ ბრეკეტების საშუალებით. და მეც მაინტერესებს აი რამდენად შენ მე მითხარი რომ აი რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეინარჩუნო შენი კბილებიო და აი ხო არის რომ ზოგს ღიმილი არ მოსწონს, ზოგს ფერი არ მოსწონს ემალის, იკეთებენ გადაკვრას, ვინირებს ადრეულ ასაკშიც კი, აი ეს რამდენად სწორია რუსკა ეს. იცით რა არის ესეთი საკითხია, იმდენად ინდივიდუალურია, რომ ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. ეს ჩემი პირადი აზრია, რომ რაც უფრო დიდი ხანი ვინარჩუნებთ საკუთარს, უფრო მეტად ფასეულია ჩემთვის. რა თქმა უნდა. და კიდევ მინდა გკითხო, აი თანამედროვე ტექნოლოგიები თუ არის შეცვლილი ეს ორთოდონტიული მკურნალობა, რამე ახალი რა გაქვთ თქვა სიახლე ისეთი. დიახ, სტომატოლოგიაში ძალიან აქტუალურად ხდება განვითარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ექიმის განვითარება მუდმივად, ასევე ტექნოლოგიებიც ნამდვილად ახალი შემოდის და ეს ძალიან დიდი კომფორტია ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც, რომ დროულად მივიღოთ სასურველი შედეგი. კიდევ მინდა ამ საკითხზე გამახვილებინო მეტი ყურადღება აი სახის ესთეტიკასა და ორთოდონტიას შორის აი რა მჭიდრო კავშირებია. დიახ, აქ მხოლოდ კბილები არ არის, აქ ყველაფერი ურთიერთკავშირშია, კუნთები, როგორც თავდაპირველად აღნიშნეთ და შესაბამისად ეს ურთიერთკავშირი მოყვება უკვე ამ ესთეტიურ კუთხესაც. როცა ხდება აქ თანგბილვის აწევა და იქ სხვადასხვა მკურნალობის შედეგად, სხვადასხვა შედეგების მიღება, შესაბამისად კუნთების გადაადგილებაც ხდება და ესეც უკვე მიიღწევა ვიზუალური, ესთეტიური სხვა შედეგიც. და ესე იგი რა პერიოდულობით უნდა ვიაროთ სტომატოლოგთან, რომ ავიცილოთ თავიდან ესეთი ნაადრევი დაბერება კბილების გამო. ნაადრევი დაბერება კბილების მიერ 6 თვეში ერთხელ რეკომენდირებულია რომ რეგულარულად წმენდა და კბილების დათვალიერება შესაბამისად. და შესაბამისად ამას უკვე მოყვება სხვადასხვა საუკეთესო შედეგები, რა თქმა უნდა. რომ არ გამოგვეპარება და გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოთ პრევენციის მიზნით. შესაძლებელია თუ არა პაციენტი სტომატოლოგთან მივიდეს თავის პრობლემებით თუ უმჯობესია ჯერ ორთოდონტთან გაიაროს კონსულტაცია.
როცა თანკბილვის პრობლემატურობა წარუმეტებლებელია ხოლმე უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა დარგით მკურნალობა თერაპიული, ორთოპედიული, ანუ რას გულისხმობს თერაპიული მკურნალობა, ეს არის კბილის დაბჟენა, დაბლომბა. როცა ტრავირებულია, იქ ბჟენის ნაადრევად ხდება ბჟენის ნაადრევი დაკარგვა. იქ როცა ხდება ქირურგიული კუთხით იმპლანტის ჩასმა, იმპლანტის ნაადრევი დაკარგვა. იქ ჩასმული კბილების ორთოპედიული ანუ იმპლანტი შეიძლება მოირყეს თუ არ არის მოწესრიგებული ეს ორთოდონტული პრობლემები. და უმჯობესია რომ ჯერ მოხდეს თანკბილვის დარეგულირება და შემდეგ გავიკეთოთ უკვე ყველაფერი დანარჩენი. დიახ. რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა პრობლემები. ის ფუნქციური და რაც შეიძლება მეტი დრო შევინარჩუნოთ ჩატარებული მკურნალობა. მკურნალობის ეფექტი კი. შენ ასევე მითხარი, რომ ამ თანკბილვის პრობლემებს ძალიან ბევრი დაავადების პროვოცირება შეუძლია. დიახ. აი, კერძოდ რისი? თანკბილვის მხოლოდ კბილი არ არის. როცა ტრავირება მიმდინარეობს პირის ღრუში, ასევე მიმდინარეობს სახსრის პრობლემატურობა. ეს კუნთები გადადის ერთვება ხერხემალი და მიმდინარეობს ფუნქციური სხვადასხვა პრობლემები. დიახ. და ესე დროს აუცილებელია როგორც ხერხემლის მიხედვაც, წერებთან დაკავშირებითაც და ასე შემდეგ, რომ ეს ძალების გადანაწილება მთელ ორგანიზმში მიმდინარეობდეს თანაბრად დიახ. გასაგები, ანუ მე მგონი კუჭნაწლავის პრობლემებიც შეიძლება წამოვიდეს, ხო? ყველაფერი არის ორგანიზმში ძალიან ურთიერთკავშირში, ცალკე არაფერი არ გვაქვს და როცა მიმდინარეობს ძალების დისბალანსი, ესე ვთქვათ, ორგანიზმში, იქ ყველანაირი პრობლემატურობა მოყვება. ანუ როცა სისხლის ფორმულა იცვლება, სისხლი ცალკე არ არის ორგანიზმში, ის ცირკულირებს ორგანიზმში, ასევე ეს ძალების გადანაწილებაც, როცა ტრავმა მიმდინარეობს პირის ღრუში, აქ ერთვება მთელი ორგანიზმის სისტემური პრობლემებით და მე ამას მოყვება უკვე სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა გართულებები. ძალიან საინტერესო თემა იყო, რუსა, ძალიან დიდი მადლობა. ანუ როგორ დროულად მოვუაროთ კბილებს, გქონდეს ჯანსაღი კბილები და არ გამოიწვიოს ამან ჩვენი დაანაადრების სიბერე. და აუცილებლად კიდევ გესტუმრები პროცედურებზე, მე ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი და ძალიან დიდი მადლობა შენ დღეს რომ იყავი ჩემი სტუმარი და აუცილებლად კიდევ უნდა გვეწვიო სხვადასხვა სიახლეებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ დობისთვის და მოწვევისთვის. მადლობა. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდება.